8 წლის წინ აგვისტოს 5 დღიანი ომი ოფიციალურად ეგრეთ წოდებული სარკოზი-მედვედევის შეთანხმებით დასრულდა. ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთ-საქართველოს შორის შუამავლის როლი შეასრულა და 6 პუნქტიანი შეთანხმება შეადგინა, რომელსაც 12 აგვისტოს მოსკოვსა და თბილისში ხელი მოაწერეს. დიმიტრი მედვედევის ხელმოწერის მიუხედავად ნაკისრი ვალდებულებები კრემლს დღემდე არ შეუსრულებია. ანა ბროლაძე და სერგი ბარამიძე თემის დეტალებით. ძალის გამოყენებასა და საბრძოლო ქმედებებზე საბოლოო უარის თქმა. ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლის უზრუნველყოფა. საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი დისლოკაციის ადგილებში. რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები განახორციელებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს. საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პირობების შესახებ. ეს არის ის 6 პუნქტი, რომლის მონახაზიც საფრანგეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარდ კუშნერმა შეადგინა და დოკუმენტი საფრანგეთის როგორც ევროკავშირის იმდროინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ჯერ მოსკოვში დიმიტრი მედვედევთან, შემდეგ კი ხელმოსაწერად თბილისში მიხეილ სააკაშვილთან ჩამოიტანა. 2008 წლის 12 აგვისტოს 5 დღიანი ომი ოფიციალურად ეგრეთ წოდებული მედვედევ-სარკოზის შეთანხმებაზე ხელმოწერით შეწყდა. 8 წლის შემდეგაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებული აქვს. ოფიციალურ მოსკოვს შეთანხმების უდიდესი ნაწილი ამ დრომდე არ შეუსრულებია. რუსეთის მხრიდან ფაქტობრივად ამ შეთანხმების პუნქტების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ირღვევა პერმანენტულად. სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთი ციხელაშვილი წლების განმავლობაში ჟენევის დისკუსიების ფორმატის მონაწილეა. ჟენევის მოლაპარაკებები რუსეთთან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობით სწორედ 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა. ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულების აღება საქართველოს ცალმხრივ რეჟიმში არაერთხელ აიღო და გაამყარა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. ასეთი ვალდებულება არ აუღია რუსეთს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება. ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს არანაირი ხელშესახები პროგრესი, რამდენადაც რუსეთის ფედერაცია ეწინააღმდეგება იმ პუნქტს, რომელზეც მან ხელი მოაწერა. რეალურად დღესდღეობით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს ექსკლუზიური კონტროლის ყველა მექანიზმი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციის კონტროლისთვის სწორედ 6 პუნქტიანი გეგმის ეგიდით ევროკავშირის მონიტორინგის მისია შეიქმნა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ რუსეთს არც ამ მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებია. ეს იმ ფონზე, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUTHO-სა და გაეროს სადამკვირვებლო მისიების მუშაობა კონფლიქტურ რეგიონებში დაიბლოკა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი 2008 წლის 7 აგვისტომდელი სტატუს-კვოს აღდგენაა. ერთ-ერთი უმთავრესი პუნქტი იყო ომის წინანდელ პერიოდთან დაკავშირებით დისლოკაციის ადგილებზე სამხედრო ძალის გადაყვანა. ამ დროს პირიქით 2008 წლებში გაძლიერდა მილიტარიზაცია ამ რეგიონების, სამხედრო ბაზები ჩამოყალიბდა, სადაც გაიზარდა სამხედრო კონტინგენტი, რაც რა თქმა უნდა ძალიან ზრდის, ასე ვთქვათ, საფრთხეს, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ამ ადგილებიდან. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ერთადერთი ბერკეტი აქვს საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევა და მუდმივი მოწოდებები რუსეთის მიმართ, რომ მან ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაც და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ გვექნება ძალიან მკაფიო და პრინციპული პოზიცია ამასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის მიდგომები ამ საკითხებში არ გაიზიაროს არავინ მსოფლიოში, ისე როგორც დღესაა და ორიოდე სატელიტის გარდა რუსეთს არავინ არ უჭერს მხარს ამ საკითხში. 20-30-მა კომენტარი იმ ადამიანებსაც ვთხოვა, ვინც სხვადასხვა ფორმით აგვისტოს ომის დღეებში მიმდინარე პროცესში იყო ჩართული. ეკა ტყეშელაშვილი მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. საფრანგეთში ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა პროცესებში პრეზიდენტ სარკოზის ჩართვაზე მუშაობდა. EUTHO-ში ყოფილი ელჩი ვიქტორ დოლიზეკი ცდილობდა, ვიდრე რუსეთი ორგანიზაციაში საკითხს დაბლოკავდა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე EUTHO-ს დამკვირვებელთა რაოდენობა გაეზარდა. დღეს ყველა მათგანი ამბობს, რომ ვალდებულებების შესასრულებლად მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა. დღეს ეს არის ერთადერთი გამოსავალი ის, რომ ჩვენი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები გაერთიანებული უნდა იყოს კონცეპტუალურად და ის ქმედებები, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა ახორციელებს რუსეთთან მიმართებაში სანქციების სახით, ჩვენც ამ სანქციების არეალში უნდა ვიყოთ საბოლოო ჯამში მოქცეული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო არენაზე ჩვენმა დიპლომატიამ
აქტიური ნაბიჯები გადადგას მუდამ. განხეთქილების ვაშლი სწორედაც რომ უნდა ვიყოთ დასავლეთსა და რუსეთს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი პრობლემები იქნება დავიწყებული, ჩვენს გამო, ჩვენს მაგივრად არავინ ილაპარაკებს. არ ეთქმის არავის საგარეო პოლიტიკაზე და უსაფრთხოების პრიორიტეტებზე, რომ ხელ რაღაცას დღეს ვაკლებთ. არ ვაკლებთ, მაგრამ რაღაცა შეიძლება ტაქტიკებში, ტექნიკებში ამ საკითხების უფრო მეტი პროაქტიული, უფრო მეტი სერიოზული ქმედებები თუნდაც იმ ფონზე, როდესაც გლობალური პრობლემები კიდევ უფრო გაზრდილია, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოება. აგვისტოს ომს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მითიურია და ასეთი დოკუმენტი არ არსებობს. რუსეთის დიპლომატიური უწყება ამტკიცებს, რომ სინამდვილეში საუბარია კონფლიქტების დარეგულირების 6 პრინციპზე, რომელიც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბეს და ქართულ, ოსურ და აფხაზურ მხარეებს ხელმოსაწერად ცალ-ცალკე შესთავაზეს.